პროექტის ორგანიზატორებს უნივერსიტეტს მიულოცო ის, რომ ეს იდეა განხორციელდა და პროექტი შედგა. ამ პროექტს ჰქონდა თავისი ხარვეზები, თავისი სიახლეები, რომელიც ჩვენს დავინახეთ და რაც მთავარია, ჟიურმა ერთხმად გააკეთა ის, რომ თქვენი მუშაობა გაანალიზა დაწყებიდან ბოლო დღემდე, ანუ ბოლო საქმიანობამდე, ბოლო დავალებამდე, რომელიც თქვენ შეასრულეთ. პირველ რიგში ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თუმცა ვიწყებ შენიშვნებით და ვიწყებ საყვედურებით, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინდელ დღეს ალბათ უფრო რაციონალურად უნდა ყოფილიყო განაწილებული კოორდინატორები იმისათვის, რომ დავალებებზე ჩვენი, ასე ვთქვათ, ზედმეტი მუშაობის გარეშე მიგვეღო უფრო მეტი ინფორმაცია. ჩვენ რასაც ვიტყვით, დავასაბუთებთ და აქედან გამომდინარე, მე მგონი ჩვენი ნათქვამი გაპროტესტებას არ ექვემდებარება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დასაბუთებულად ვისაუბრებთ იმისგან განსხვავებით, რასაც თქვენ აკეთებთ. ანუ თქვენ შეიძლება ერთმანეთის მეგობრები იყავით, მაგრამ ერთმანეთს აგდებდით ისე, რომ არაფერს არ ხსნიდით და არავის არაფერს არ ეკითხებოდით. ჩვენ მატვატიცემული ჟიური აგიხსნით იმას, როგორ და რანაირად და რა გარემოებებიდან გამომდინარეთ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე გუშინდელი კოორდინატორების მუშაობით, უბრალოდ გუშინდელი განაწილების პრინციპით გაგას უთხარი კიდეც, რომ არ ვარ კმაყოფილი, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ბოლომდე გაკონტროლებული კონკურსანტების მუშაობა, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერის გავითვალისწინებთ და ჩვენი თვალით ნანახიც, როგორც ივენტზე, ასევე მთლიანად ღონისძიების გარე პერიმეტრზე ჩანაწერების მიხედვით მუშაობისას, მიმდინარეობისას და ასე შემდეგ, და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მივიღეთ რაღაც ლოგიკური გადაწყვეტილება. ორი უნდა გამოვკვეთოთ, რომ პირობითად არსებობს ერთი ლიდერი და მეორე ვიცე-ლიდერი. მეორე იმიტომ, რომ ძალიან გაგვიჭირდა ამ ორიდან. ქველიდერი. ამ ხო, ანუ ხვი არა, თანალიდერი. თანალიდერი. შეიძლება ასე. ამ სამი ადამიანის და მე უნდა ვთქვა მაინდა მაინც. კაი, მე ვიტყვი. მე ძალიან ვიყვარს. ეგეთების ეგეთების თქვა. ესე იგი, ვინაიდან ვიტყვი, რადგან არა, შენ გიდოდა თქვა და არ ვიცი რატო გადმომვა. არა, მინდოდა რა არა, თვლი ვალდებულად რომ რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, ამიტომ უნდა გვეთქვა. გაიტაჯა. ამ სამი ადამიანიდან ორგანიზების ხარისხი, კლიენტების კმაყოფილებით, შინაარსობრივი ხარით, სიახლით, მთავარი სათქმელი და მასშტაბურობით 6-ვე კომპონენტის შედარებით ჩვენ ავარჩიეთ ალეკო კოტივაძის როგორ ჯერ მისკარო 3 მილიონი ავარჩიეთ, მაგრამ დავასაბუთე დრით. პირველ რიგში არ მინდა დაუზუსტდე კამერასთან. ზოგიერთმა მონაწილეებმა ყველამ თავთავის თავზე მიიღოს და კოორდინატორებთან ერთად რაღაც ცოტა არასაჭირო მეთოდები გამოიყენეს ამ ღონისძიების დაგეგმვის დროს, რომელიც არ იყო აუცილებელი და არც განსაკუთრებულ დადებით მხარეს არ მატებდა ჩვენებას. ბატონო კახა, ადრე რომ ვიტყვი ლევი. ონისეს ჩვენი აგენტურა მუშაობს. ონისეზე მინდა გამომახვილო ყურადღება. არ იყო ძალიან აუცილებელი აგენტურული სამუშაო თვალებითა ძალიან. ონისეზე მინდა გამომახვილო ყურადღება, მე ონისედან გამომდინარე იქედან, რომ რაც მოდიოდა ამ პროექტებში, მე უნდა ვაღიარო, მეც ველოდებოდი. უბრალოდ ონისე ძალიან იყო მონდომებული, რომ კარგად გამოსულიყო ივენტი, თუმცა ცოტა გარემომ არ შეუწყო ხელი ამ ესე ვთქვათ, ბავშვების იქ განთავსებამ და შესაბამისად იმ გარემომ, რომ ეს ერთმანეთთან კარგად ყოფილიყო დაკავშირებული. თუმცა ივენტი იყო, ონისე ძალიან ცდილობდა, ასე რომ ვთქვათ, ეს ჩვენება სწორ ჭრილში წასულიყო და მოახერხა. მაგრამ თქვათ ალეკოს უპირატესობაზეც. ალეკომ როგორც კარგმა ორგანიზატორმა და შეიძლება ხუმრობით თქვა, კარგმა თავიკაცმა, მისვლისთანავე გაგვაცნო, რომ მართალია ქუთაისია და ხალხი აგვიანებს, მაგრამ რადგან ჟიური მოვიდა, ვიწყებთ ღონისძიებას. და პირდაპირ, ასე რომ ვთქვათ, გადაერთო ივენთის ელემენტები. ძალიან კარგად ხონდა შერჩეული, მინდა ვთქვა, და დაგეგმილი და აშკარად აქვს ამ საქმეში გამოცდილება. ჯერ ჟიურის განლაგება, მდებარეობა იმისათვის, რომ ჩვენ გვეყურებინ ამ ღონისძიებას. შემდეგ ძალიან კარგად შერჩეულია. შემდეგ მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობდნენ და აპიარებდნენ იმ იდეას,
რა იდეას უნდა ალეკოს ეთქვა. ეს იდეა ძალიან კარგად იყო ხოლო სტრატეგია, არამედ ტაქტიკოსიც ყოფილა. ძალიან კარგად იყო გადმოცემული. უყურე შენ ალექსანდრე. ბოლოს ნუ აღარ უღრმავდები იქ რომ აი ფერატკანიანი მოცეკვავე, შემდეგ ბავშვების ჩართვა, ფერატკანიანზე ნაკლებებიც არ ქართული ქართული მოცეკვავე. ანუ ყველაზე კარგი ის იყო რომ მე გარემო მომეწონა. ამ გარემოში ვთვლი რა. იქ შემოვიდა კარგი გარეგნობის ქალბატონი. შემოვიდა ფერატკანიანი ადამიანი. შემოვიდა ჩემპიონიც იყო. მეგობრები. ანუ გარემო იყო უფრო დალაგებული. სწორად გამიგეთ, ბავშვები. უფრო დაწყობილი გარემო იყო, რასაც ივენთის ფორმა ჰქონდა. მე ესე ვთვლი. ამ კუთხით ონისე ერთი კითხვა მაქვს. შენთან ყველა შენი ორგანიზებული ხალხი იყო თუ სხვებიც იყო? სხვებიც იყო. ის სხვები გირევდნენ ძალიან შენ საქმეს და ანუ რაც შევთავაზდი მეორედეს აღმოჩნდა რომ პასპორტიულობის garaში შემოვიდნენ უცხოელები უბრალოდ და ხმაურობდნენ. მაგ ნიუანსი იყო შენთან ასე რომ ვთქვათ, შენ ძალიან ცდილობდი მაგის გამოსწორებას. ამას ვუყურებდით ჩვენ. ანუ აშკარად ისინი ვერ გებულობდნენ რა შეიძლება საქმე. ეხლა შეიძლება სერგი. სერგი მოაწყო რა დედას მოწყო. დედას გადავ მე მაგალითად მე შურს მაგალითად მე დედა ჩემი ასე დაბადების არ მაქვს ხალხო გადახტილი და ძალიან შურს. კარგი დაბადების გადავხადა დედას. მეგობრების კარგად აქეიფა. მისი დაბადების ბოლოს დღესი იყო. არა ხუმარა ხარ. მეგობრებით კარგად აქეიფა. ბიჭებით კარგად გაერთნენ, მე როგორც ვიცი და ბოლოს იყვნენ ძალიან კაი განწყობაზე. ჩაწვენ. ყველაფერი დაასრულეს კარგად. მაგრამ არ მომეწონა და ვერ მოვიწონე ის რომ სერგი ძალიან აღელვებული იყო. ძალიან აქტიურობდა, მაგრამ ეს აქტიურობა გადადიოდა ძალიან დიდ ნერვიულობაში და ეს ნერვიულობა მოქმედებდა როგორც სერგიზე, ასევე მის გარშემო მყოფებზე, რომლებიც უნდა მოსულიყვნენ, უნდა დამჯდარიყვნენ, როცოცლარიდან გადაეხადა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმ ხალხზე ძალიან მოქმედებდა. ალეკოს უპირატესობა ის იყო, რომ ალეკოს აქ ცოტა ვერ გავიგე რა მოქმედებდა. ალეკოს აქ ერთი პლუსი რომ საუბრის მანერა, თუმცა ამ ხრივ ონისაცა ძალიან ასე რომ ვთქვათ დამაჯერებელი თვისებები აქვს, მაგრამ გუშინ გამოჩნდა ისე რომ ძალიან ასე რომ ვთქვათ გონია რომ რაც დაგეგმილი ქონდა არაფერი არ შეშლი. ონისესთან მაგალითად რაც დაგეგმილი ქონდა შეეშალა, იმიტომ რომ რაღაცებმა ხელი შეუშალა. და ალეკოსთან მე ვფიქრობ რომ მე რაც ნახე, რაც დაგეგმილი ქონდა არაფერი არ შეშლიდა, ხო? მე ესე ვფიქრობ, ბატონო. კი ბატონო. აქედან მე გამომდინარე განსაკუთრებით დასასრული მომეწონა, მე ვიმღერე ბოლოს. ლოგიკურად შენს მოსწავლე რა ვაცნობ? არა, მე არ ჭირდება კატალიზატორი. ანუ მე კიდევ შემიძლია დაწვრილებით ამ სამი ადამიანიდან ოდნავ რატომ მივანიჭეთ ალეკოს უპირატესობა აქვს. მე მგონი რაც თქვი გარკვეულწილად ახსნარია ბავშვები, ხო? გავაგზავნოთ ქალბატონო თინათინ დაანჩენ ორი მონაწილე და არჩევანი. ეხა ბექადან და კობადან უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ესე თქვა ჩვენ აი ამ კუთხის წავედით. ახსენით უკვე რომ ესე იგი სამი ერთნაირი ღონისძიება და ორი დაახლოებით ერთნაირი. ნუ ამ სამიდან განსხვავებული. ამ სამიდან განსხვავებული. ღია სივრცე იყო ორივე შემთხვევაში, დახურულ სივრცე არ იყო. უნდა გავითვალისწინოთ ეს ყმაწვილები, მონაწილეები, ფინალისტები. ნათელი უნდა დაგვადგეს. არ არიან ესეთი ქუთაისლები, ჩვენი ქალაქელები, ეს მათ რესურსის თვალსაზრისით, პირადი ნაცნობობის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხელს უშლიდა რა თქმა უნდა, მაგრამ მათ მოახერხეს ძალიან სერიოზული ორი ორგანიზება, ორი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის კობა, თქვით წეღანაც რომ ეს იყო რაღაც ქართული ეროვნული სულიერების გამოღვიძების მომენტიდან გამოწვევა, აი იდეა, რასაც ქვია შინაარსობრივი მხარე და სიახლე რა თქმა უნდა იყო, წინასწარ ქონდა ნამუშევარი, იქ გამოფეჭილი ქონდა რაღაცები, რესურსები ქონდა მობილიზებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. მაგრამ აი ცოტა ორგანიზების თვალსაზრისით, აი ამ ორი შედარებიდან თუ წავალ, ორგანიზების თვალსაზრისით კობას უფრო მეტი შედარებით მინუსები აქვს ვიდრე ბექას. ეხლა რა შეიძლება უშუალოდ ბექას ორგანიზებას და ბექას ღონისძიებას. შეფასების კრიტერიუმზე 6-ვე კრიტერიუმში მე პერსონალურად პირდაპირ დავწერე სუპალაში პლუსი. გამომდინარე იქედან რომ ადამიანს კონსულტანტთა საუბრის დროს აღმოჩნდა რომ წუთზე აი წეღარითაც დაიწყო ბატონმა კახამრო. ესეთ ბუხალტრულადაც რო ეწარმოებინა, იქამდე რომ ეგრეთ წოდებული მიკროავტობუსის მძღოლის მოსვლის ტრაექტორია
გაგეგმა, იმიტომ რომ ის ბავშვები უნებლად და ასე შემდეგ და ეს დგომის მომენტიც გაითვალისწინა იმისთვის, რომ აი მე ამაში აი ამ ორიდან ამოვარჩიე, ესე ვთქვათ, ეხლა ბექაზე მინდა ვთქვა ერთი რამ. ბექას იდეა მოვიწონეთ და მეორე მხოლოდ ამ მიზეზი დავირჩიეთ ორეულში, რომ ეს იდეა იყო განსხვავებული და რაც თავარია შეიცავდა გარკვეულ რისკებს ბავშვებს. რისკები რაში მდგომარეობს? ძალიან ცუდია რომ თქვენ ერთმანეთის ღონისძიებები კარგად არ გინახავთ და ვერ შეაფასებთ, მაგრამ ნუ იქ ყველაფერი ვერ გადავიღეთ, მაგრამ თავარი იყო ერთი რამე. ბექამ დააკავშირა ორი ქალაქის უნარშეზღუდული ბავშვები, ანუ ისეთი ბავშვები, რომლებისთვისაც ასეთი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. და დროის შეიძლება მონაკვეთში ეხლა ჟურნალისტები მივლის რომ მახსენდება ამ ბავშვების ერთმანეთთან დაშორება. ეს იყო სასწაული. და ეს იყო ძალიან დიდი ემოცია მათთვის და მათი მასწავლებლებისთვის. ეს არასდროს არ დამავიწყდება, ისე იყო გაკეთებული. და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი იყო დასაფასებელი და ასე ვთქვათ, ორეულში კონკურენციაში შესატანი. თუმცა ვამატებ ერთ რამეს. ბექამ დაგეგმა სწორად ის, რომ ისესხა თანხა, ამ თანხიდან დაიქირავა მარშრუტი, ასე ვთქვათ, კონსიგნაციით რეალურ ენაზე, ანუ ნისიად. ჟევრეთით ლაპარაკობდა, ქართულს რაღაც კონსიგნაციას მოუშვი. მე არ ვიცოდი. არა, ეკონომისტები უმეტესობა მაგაიგო. შესაბამისად, ბავშვებს უყიდა საჩუქრები და თავარი რაც იყო. ბავშვებისთვის ამ თანხის შემდეგ ეს თანხა უნაეგროებინა და გაესტუმრებინა, იმიტომ რომ ეს იყო კომერციული იდეაც და კომერციული პროექტი, იმიტომ რომ ვალს ვერ დაიტოვებდა, ხო? ანუ უნდა ეშრომა. მე უყურებდი ბექას, სხვადასხვა მე მგონი სერგიც უყურებდა ამას, იმიტომ რომ ახლოს იყო. დიდი ყუთით დარბოდა მთელი მოედნის გარშემო იმისთვის, რომ ეს თანხა მოეგროვებინა. მაშ ასე გადავცეთ. მოდი მაშინ გადავცეთ ჯერ მონაწილეებს სიგელები, ანუ 5 ეულს გარდა ვინც არის. 5 ეულსაც აძლევ. კი, 5 ეულს. მივცეთ 5 ეულს. ყველას ვაძლევთ ხო სიგელს? ყველა ხახავდეს ევრი. ახლა ცოტა არამსიარ ადგილას დადეთ. ლელა ხელაძე. გილოცავ, წარმატებებს გისურვებ, მომიკვიდე აუცილებლად. ჩემი თანამშრომელი. ნიკოლოზ ბაძავ. ცოტა დაასტოპე და აჩვენე. ეს ბათუმელია? მაგას მაგიპეს. ეს ბათუმელია, ისე დამირეკა და მითხრა, კარგად თუ არა? მეტი არაფერი უყავს. თუ ბათუმზეა, საუბარი ჩვენს კი ჩავოდან, შეგას? თქვენ ერთად ჩავოდან. აი დაჭერილი პირსახოთ წავუღეთ. აკაკი ძანძავა. აკაკი იყო ჩემი ფავორიტი, მინდა გითხრათ. პერსონალურ ფავორიტებს არა ვარ კახამა. პერსონალურ ფავორიტებს. აგო დააფიქსირე. თუაში ტარდებოდა გილოცავ. არ უნდა თქვა რა თქმა უნდა. ლევან დიგვავა. აისტორდით ყრებში კაცო. ამათ ერთმანეთი გაღარეს მეგრელებმა. დაწყვეტენ ერთმანეთი, ხო? ლევან ცერცვაძე. ეს ნაძალადებად გაგდებული. ეგენ ნაძალადი. ვითომ ბათუმელი რო გადაარჩია. ბექა კაპანაძე. აუ ერთი სკეჩი რა. ყველა ხარ კევენში კი. გიორგი ბასილაძე. აბა შეგვეკამათე. აბა შეგვეკამათე. არა, როგორ მოგიწერია ხელს მოძა. მომახიანა კაცო. მაგი ახლა პრავა არ გეკონია. ხუთიდან სამი. სერგი ჩაკვეტაძე. სერგის სამახსოვროდ საათი გადავცეთ. კი ბატონო. რომ დროის ზომა იცოდება. ბუდინიკი. აბა ნოზაძე. მუნჯულა. ალია სამახსოვრო საჩუქრებია. ონისე ზივზივაძე.
გეყვანა ახლა ბებია ბაბუა ნაცეცავებს ცოტა უმახიანად დაუკრავთ. და მაშა ასე ახლა მე მოდი ეს მაინც დაუთმოთ ნუგზარს შეაფასოთ. დაიყო ბოლოს და ბოლოს. აი მოდი შეგვიძლია. და ყველაზე სასიამოვნო მომენტი, რაიმე როგორ მეყარს ეს დავადგან ათელი. ესე პირველ ადგილს გამოვაცხადეთ, იმიტომ მეორე თუ გამოვაცხადეთ, ცხადია ვინც არის. მე მინდა გითხრათ და ახსნა ჟურის წევრების ეს ერთხმა გადაწყვეტილება. პირველი გუშინდელმა დღემ გადაწყვეტა ძალიან ბევრი რამ. იმიტომ რომ გუშინდელმა დღემ ცხადყო ვინ რა სტრატეგიით მუშაობდა, თამაშობდა ამ თამაშის პროცესში. ვიღაცა იყო მუდმივი ლიდერი, ვიღაცა იყო ჩუმი ლიდერი. ხო, თქვა გაიმარჯვა მეგობრობა. დიახ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იმდენად შთამბეჭდავი იყო ის, რაც ჩვენმა ჟურის წევრებმა ნახეს, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ლიდერის რეალიტი შოუ ლიდერის გამარჯვებული არის ბექა შარონი. სასწაული არის, მაგრამ არც ერთმა ბექასთვის წონი არ დაუგავდა. და მე ჩვენ ვიდა გითხრათ რომ ესე იგი ძალიან 2 დღის განმავლობაში მსჯელობდა ჟური ვისთვის მიეცა პირველი ადგილი და ვერ წვეტავდით ალეკოსა და ბეკას შორის. ნამდვილად ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ბოლო მომენტამდე, ბოლო წუთამდე ჩვენ რაღაცნაირად საკუთარ თავში ერთის მხრივ იყო აშკარა განსხვავებულობა გუშინ ბეკას ღონისძიებასა და დანარჩენ ღონისძიებებს შორის, მაგრამ მეორეს მხრივ იყო აი ის ყველაზე დიდი პრეტენზია, რომელიც ჩვენ გვქონდა შიგნით, ასე რომ ვთქვათ, ბეკას მიმართ, ეს არის როგორი ტიპის ლიდერი იყო მთელი თამაშის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა უნივერსიტეტის თვითმმართველობა გადაწყვეტა გამარჯვებულისთვის, ლიდერისთვის, სამშობლოთვენთვის გადმოეცა 1000 ლარი სტიპენდია 5 თვის განმავლობაში 200 ლარով. თუ 1000 ლარով. ნიულოსაც და